თამაშების უამრავი განსხვავებული ჟანრი არსებობს. ყოველი ჟანრის თამაში ჩვენში რაღაც ახალ ემოციას იწვევს და სწორედ ეს მოგწონს. ეს არის არხი ჩატოპე და ჩვენ წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო RPG ანუ როლურ თამაშს. მე-10 ადგილი. მე-10 ადგილზეა Mass Effect Andromeda. Mass Effect Andromeda შექმნილია სტუდია BioWare-ის მიერ. ეს მეოთხე ნაწილია Mass Effect-ის ნაწილებს შორის. თამაში მთავარი პერსონაჟები არიან ძმა და და, Scott და Sarah Ryder-ები. მათგან მთავარ პერსონაჟს ირჩევს მოთამაშე და შეუძლია შეუცვალოს სახელი და გარეგნობა. Mass Effect-ის წინა ნაწილებისგან განსხვავებით, აქ აღარ არის 6 კლასი, რომლებშიც შედიოდა სხვადასხვა უნარები. მოთამაშეს შეუძლია თვითონ განავითაროს ის უნარები, რომლებიც დასჭირდება. თამაშის მოქმედების დიდი ნაწილი ვითარდება სხვადასხვა პლანეტებზე, სადაც დაგხვდებიან მტრულად განწყობილი არსებები. მე-9 ადგილი. მე-9 ადგილზეა Dragon Age Inquisition. Dragon Age Inquisition Dragon Age-ის ნაწილების გაგრძელებაა. თამაში შექმნილია სტუდია BioWare-ის მიერ. მოთამაშეს უწევს სათავეში ჩაუდგეს ინკვიზიციას, რომლის მიზანიცაა ტედასის მიწებზე ბოროტების განადგურება. მოთამაშე თავისი სურვილისამებრ ირჩევს როგორი უნდა იყოს პერსონაჟი და ასევე ირჩევს 3-დან 1 კლასს, მეომარს, ყაჩაღს ან ჯადოქარს. Dragon Age 3-სა და მისი წინაპრის გეიმპლეი რადიკალურად განსხვავდება. ეს გამოწვეულია თანამედროვე ძრავა Frostbite-ზე გადასვლით. ასევე რამოდენიმეჯერ გაზრდილია მოქმედების არეალი. მე-8 ადგილი. მე-8 ადგილზეა Fallout 4. Fallout 4 შექმნილია Bethesda Game Studios მიერ. Fallout 4 Fallout 3-ის გაგრძელებაა და მეხუთე ნაწილია ყველა ნაწილს შორის. სიუჟეტი იწყება ბირთვული ომის დაწყებამდე, რამოდენიმე დღით ადრე. მშვიდობიანი დრო წყდება მაშინ, როდესაც მაუწყებლობა გადმოსცემს ინფორმაციას ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროებაზე. მთავარი პერსონაჟი მიდის 111 თავშესაფარში. თავშესაფრები განთავსებულია მთელ ამერიკაში და ისინი ეკუთვნის კომპანია Vault-Tec. მოთამაშე აწყობს საკუთარ პერსონაჟს და იწყებს ხეტიალს თავისუფალ სამყაროში. თამაშში შეგხვდებათ რეჟიმი WADS, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეანელოთ თამაში და აერჩიოთ მოწინააღმდეგის სხეულის ის ნაწილი, რომელზეც მეტი ზიანის მიყენება გინდათ. მე-7 ადგილი. მე-7 ადგილზეა Diablo 3. Diablo 3 შექმნილია კომპანია Blizzard Entertainment-ის მიერ. ეს თამაში Diablo 2-ის გაგრძელებაა. თამაშის მოქმედება როგორც წინა ნაწილებში ვითარდება ბნელ ფენტეზის მსოფლიოში, რომელსაც სანქტუარია ქვია. თამაში ბრძოლა მიმდინარეობს ზეციურ და უბსკრულის მეომრებს შორის, მსოფლიოს დასაკავებლად. თქვენ შეგხვდებათ პერსონაჟების რამოდენიმე კლასი, ყოველ მათგანს გააჩნია განსაკუთრებული უნარი. ასევე შევხვდებით სხვადასხვა ტიპის მონსტრებს. თამაში რამოდენიმე ქალაქია, ყოველ ქალაქს თქვენთვის ახალი დავალება აქვს გამზადებული, ასე რომ არ მოიწყენთ. მე-6 ადგილი. მე-6 ადგილზეა Deus Ex Mankind Divided. Deus Ex Mankind Divided შექმნილია კომპანია Eidos Montreal-ის მიერ. ეს ნაწილი Deus Ex Human Revolution-ის გაგრძელებაა. მთავარი პერსონაჟი ადამ ჯენსენია. მას მოუწია მიეღო გადაწყვეტილება, რომელზეც დამოკიდებული იყო არა მხოლოდ მისი სიცოცხლე, არამედ უმრავლესობის. მაგრამ 2 წლის შემდეგ ადამი ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და ყველაფრის გამოსწორება სურს. თამაში მთავარი ცვლილება გახდა ავტომატურად ენერგიის აღდგენა. ძველ ნაწილებში ეს შესაძლებელი იყო სხვადასხვა ნივთების პოვნით და გამოყენებით. მე-5 ადგილი. მე-5 ადგილზეა Fable. Fable შექმნილია Lionhead Studios და Microsoft Game Studios მიერ. თამაში ჩვენ უმართავთ პერსონაჟს, რომელსაც შეუძლია ურთიერთქმედება ობიექტებთან და სხვადასხვა პერსონაჟებთან. ბრძოლის დროს მას შეუძლია გამოიყენოს როგორც სხვადასხვა იარაღი, ისევე მაგიაც. თამაში განსაკუთრებულია იმით, რომ ნებისმიერი მოქმედება პერსონაჟზე ბუნებრივად მოქმედებს. მაგალითად, თუ ძალიან ბევრს შეჭამს გასუქდება. ბრძოლის დროს დაზიანებისას ჩნდება შრამი და ასე შემდეგ. ბოლოს კი ვიტყვი, რომ ამ თამაში შეგხვდებათ სხვადასხვა გასაღებები. მათი დახმარებით შეძლებთ სპეციალური სკიურების გახსნას, რომლებშიც დაგხვდებათ ძვირფასი ნივთები. მე-4 ადგილი. მე-4 ადგილზეა Gothic 3. Gothic 3 შექმნილია Piranha Bytes-ის მიერ. სიუჟეტი ვითარდება იმ ადგილიდან, საიდანაც დამთავრდა Gothic 2.
თამაშის მთავარი პერსონაჟი თავის რამოდენიმე მეგობრებთან ერთად მივიდა მატერიკის სანაპიროზე, მიდლენში, მირტანის სამეფოში. მთლიანი მატერიკი იყოფა სამ ნაწილად: ნორდმარი, ვარანტი და მირტანა. მირტანას დიდი ბრძოლის შემდეგ ხალხის სამეფომ წააგო ომი მათ ტერიტორიაზე შეჭრილი ორკების წინააღმდეგ. მთავარ პერსონაჟს უწევს შეებრძოლოს ორკებს ქალაქი არდეის განსათავისუფლებლად. შემდეგ კი შეძლებს გაემგზავროს ნებისმიერ ტერიტორიაზე. მესამე ადგილზეა Ryzen 3 Titan Lords. Ryzen 3 Titan Lords შექმნილია კომპანია Piranha Bytes-ის მიერ. თამაში პირველი ორი ნაწილის გაგრძელებაა. მისი ტერიტორია შუა საუკუნეების ევროპას ჰგავს. თამაშის ბევრი ადგილი გადმოტანილია Ryzen 2-დან. Gameplay Gothic და Gothic 2-ს ჰგავს. მთავარი პერსონაჟი უსახილოა. იგი თავის დასთან ერთად გაემგზავრება ტაძრის საპოვნელად, რომელშიც ბევრი ძვირფასეულობაა. შეძლებენ თუ არა ამ ტაძრის მოძებნას თამაშის დროს გაიგებთ. თამაში ასევე შეგხვდებათ რუკა, რომელზეც აღნიშნულია სხვადასხვა კუნძულები და სწორედ ამ კუნძულებზე ვითარდება თამაშის სიუჟეტი. მეორე ადგილზეა The Witcher 3 Wild Hunts. The Witcher 3 Wild Hunts შექმნილია სტუდია CD Projekt Red-ის მიერ. თამაში პირველი ორი ნაწილის გაგრძელებაა და ითვლება ამ ტრილოგიის ბოლო ნაწილად. მოქმედება ხდება გამოგონილ სამყაროში, რომელიც შუა საუკუნეების ევროპას ჰგავს. მთავარი პერსონაჟი გერალტია რივიიდან. იგი პროფესიონალი მონადირეა, რომელიც მონსტრებზე ნადირობს. გერალტი მიემგზავრება ზებუნებრივი ძალების მქონე გოგოს საპოვნელად, რომელსაც ცირი ჰქვია. სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, ამ ნაწილში გახსნილი სამყაროა. ამიტომ მოთამაშეს შეუძლია თავისუფლად იმოგზაუროს, სადაც მოესურვება. პირველ ადგილზეა The Elder Scrolls Skyrim. The Elder Scrolls Skyrim შექმნილია Bethesda Game Studios მიერ, ხოლო გამოუშვა კომპანია Bethesda Softworks-მა. ეს თამაში The Elder Scrolls-ის მეხუთე ნაწილია. როგორც წინა ნაწილები, Skyrim გვაძლევს საშუალებას თავისუფლად ვიმოგზავროთ მსოფლიოში, შევისწავლოთ ის, დამოუკიდებლად ვიპოვოთ ახალი ადგილები და დავალებები. თამაშის მოქმედება ვითარდება მისი წინა ნაწილიდან 200 წლის შემდეგ. შესასრულებელია ბევრი დავალება, მაგრამ მთავარი სიუჟეტი დაკავშირებულია Skyrim-ში უძლიერესი დრაკონის, Alduinis გამოჩენასთან. მთავარი პერსონაჟის მისიაა შეაჩეროს დრაკონების დაბრუნება და გაანადგუროს Alduini. მოკლედ ასეთი გამოვიდა ჩვენი დღევანდელი ტოპი. ვისაც მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დატოვეთ თქვენი კომენტარები იმის შესახებ, თუ რომელ თამაშს მიანიჭებდით უპირატესობას. თქვენთან იყო არხი ჩატოპე, მომავალ შეხვედრამდე.